ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მანდატი მხოლოდ სურსაც არ ეხება მისი შესწავლის საგანს მედიკამენტების ფასის წარმოადგენს იმის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით 7000 მედიკამენტზე უკვე მოქმედებს რეფერენტული ფასი, მედიკამენტების ღირებულება მაინც საგრძნობლად მაღალია. საპარლამენტო განხილვისას ერთ-ერთი კომპანიის მისამართი დასმული კითხვა ჰქონდა, თუ არა მათ 31%-იანი მოგება კი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ თავად კომპანიების კეთილსინდისიერებაში სულ მცირე ეჭვი შეგვეპაროს. თუ ამას წინ საკმაოდ გახმაურებული შემთხვევებიც უძღოდა, როცა მაგალითად კონკურენციის სააგენტომ კომპანიების ნაწილი არასამართლიანი ფასის ქონაში დაადანაშაულა. რა როლს თამაშობს მედიკამენტის ფასში კომპანიების მოგებები, ან თუ 7000 მედიკამენტზე დაწესებულმა რეფერენტულმა ფასმა ვერ უზრუნველყო მნიშვნელოვანი გაიაფება, მაშინ სად არის გარანტია, რომ ამ სიის გაფართოება ბაზარზე სურად შეცვლის. ღამის ბიზნეს პარტნიორი სტუმარი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძეა. მოგესალმებით ბატონო ზაზა. ძალიან დიდი მადლობა გაცემაში ჩართვისთვის. მაშასე, რა აჩვენა საპარლამენტო მოსმენებმა, რამდენად შესაძლებელია რეალურად ფასების შემცირება მედიკამენტებზე და როდესაც საუბრობთ, რომ მათ შორის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრების შემდგომაც და მერეც თქვენ ამბობდით, რომ 7000 მედიკამენტის რეფერენტულმა ფასმა გარკვეულწილად აჩვენა შედეგები და აი ამ ბაზის გაფართოებამ კიდევ უფრო კარგი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს. აი ამ განხილვებამ რა დასკვნამდე მიგიყვანათ, ეს მოსაზრება ისევ ძალაშია? მოგესალმებით ხალბატონო მაია, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ თქვენს გადაცემაში მონაწილეობისათვის. მართლაც საპარლამენტო კომისია, რომელიც 14 წევრისგან შედგება, 7 მმართველი გუნდიდან და 7 ოპოზიციიდან, ძალიან აქტიურად არის სამივე მიმართულებით ჩართული, როგორც პროდუქტები, ასევე მედიკამენტები და იცით, რომ ეხლა ვიწყებთ საწოლთან დაკავშირებით განხილვებს. რაც შეეხება მედიკამენტებს, მესმის აბსოლუტურად თქვენი კითხვა, იცით, რომ უკვე რამოდენიმე წელია საქართველოში მოქმედებს რეფერენტული ფასების სისტემა, რომელიც დაახლოებით 10000 მედიკამენტიდან დღესდღეობით 7000-მდე მედიკამენტზე ვრცელდება და პერიოდულად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო იხილავს ამ ფასების მდგომარეობა და სულ ცოტა ხნის წინ 2000-მდე მედიკამენტზე მოხდა ფასების გადახედვა, ზოგი გაიაფთა, ზოგი გაძვირდა. იცით, რომ რეფერენტული ფასი აღებული არის 4 ევროპული ქვეყნიდან საშუალო ფასიდან გამომდინარე, რამაც ძალიან მნიშვნელოვნად გააიაფა ამ 7000 დასახელების მედიკამენტის ფასი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რაც ჩვენი მოსახლეობის და ჩვენ გულისწყრომასაც იწვევს, ის ფაქტი, რომ დანარჩენ მედიკამენტებზე მოხდა ფასების ზრდა, ამას ნათლად ვხედავთ ჩვენც. და ჩვენი მიზანიც არის ზუსტად ის, რომ სამინისტროსთან ერთად შევდოთ ისეთი რეკომენდაციები, რომელიც ამ დარჩენილ 3000-მდე თუ ცოტა მეტ მედიკამენტს ხელში უწყობს, რათა რეფერენტული ფასი მათზეც დაწესდეს და ეს ფასები იყოს ადეკვატური და მისაღები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ იმ შეხვედრებზე, როდესაც ხვდებოდით ფარმაცევტული ქსელის წარმომადგენლებს, არაერთო კომპანიამ აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან, რათა მიიღონ იმ დანარჩენ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი და უნდა აღვნიშნო, რომ არსად ფაქტები არ ყოფილა რეფერენტული ფასის ზემოთ მედიკამენტის გაყიდვის. ამას ნამდვილად ხედავს ჩვენი მოსახლეობა, თუმცა ისეც ნათელია, რომ დანარჩენ 30%-ზე მოხდა ფასთა ზრდა და აქ აუცილებლად არის ჩვენი ჩართულობა. კი ბატონო. ბატონო ზაზა, მოდი მაშინ ასე ვიკითხავ, თუ შეიძლება ჩაგეკითხებით, მაშინ ასე ვიკითხავ. რამდენად სწორად არის დადგენილი, მიუხედავად იმისა, რომ რეფერენტული ფასი 4 ჩვენნაირი ზომის ანალოგიის მქონე დაუშვათ ქვეყნის მაგალითიდან გამომდინარე დგება ფასების შედარების საფუძველზე, რამდენად სწორად ვადგენთ მაშინ ამ რეფერენტულ ფასს იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად დარწმუნებული ვარ თქვენ ჩემზე უკეთ იცით და არაერთი მოქალაქისგან გექნებათ ამგვარი მოსაზრებაც, რომ დაუშვა რეალურად ქვეყანაში მედიკამენტები ძვირია. ის 3000 მედიკამენტი დასახელების მედიკამენტი სიძვირე განაპირობებს ზოგად წარმოდგენას და ზოგად რეალურ სურათს, რომ მედიკამენტებზე ფასი მაღალია, თუ დაუშვათ მთლიანობაში გვაქვს პრობლემა? მოდით ასე ვიტყვი, ვაში ჯერ ესეთი ვიტყვი, რომ ის 4 ქვეყანა, რომლის საშუალო ფასი არის გამოყვანილი და შემდეგ გადაყვანილი ლარებში, სრულ შესაბამისობაშია იმ 4 ქვეყნის საშუალო ფასთან, რომელიც აბსოლუტურად მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვისაც. მოხდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ
როდესაც შევდივართ აფთიაქში და ვყიდულობთ ორ მედიკამენტს, ამ შემთხვევაში 2/3-ზე გვაქვს, ხო, რეფერენტული ფასი დაწესებული და რჩება დაუშვათ ერთი მედიკამენტის შეძენა, რომელიც პირობითად 10 ლარი ღირდა და უეცრად გახდა 15 თუ 20 ლარი და ეს იცის მოსახლეობამ, ეს იცის ამ მედიკამენტის მომხმარებელმა, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ მყიდველი რეაგირებს იმ მომატებულ ფასზე და არა იმაზე, რომელიც დაკლებულია, ხო? ეს ფაქტია, ეს ადამიანის ბუნებაში დებს და თქვენც და მეც როგორც ექიმს კარგად ვიცით ეს სიტუაცია, რომ იმ გაზვირებულზე რეაგირებთ უფრო. დავიწყოთ იგივე ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, თქვენ გახსოვთ რამოდენიმე წლის წინ პარლამენტმა ჩვენ მეათე მოწვევაში მივიღეთ კანონი, რომელიც ეხებოდა ინოვაციურ მედიკამენტებს, რომელმაც საშუალება მისცა ხელისუფლებას, მთავრობას, რათა ინოვაციურ მედიკამენტებზე პირადად ჩართულიყო შესყიდვებში და ხელისუფლება, მთავრობა თვითონ ყიდულობს 22-ზე მეტ დასახელების ონკოლოგიურ პრეპარატს, რამაც პირდაპირ შესყიდვით საშუალება მოგცა, რომ დაახლოებით 40%-მდე დაგვეზოგა საბიუჯეტო თანხები და ეს ნაცვლად გამოჩნდა კიდევაც მოსახლეობამაც ეგრევე იგრძნო ეს, როდესაც ყიდულობდნენ ადრე ერთს და ერთს 40%-ით ფასდაკლებით ყიდულობენ, ნაცვლად გამოჩნდა. ამიტომ, როდესაც რეფერენტულ ფასებზეც დაიწყო მუშაობა, პირველი ეტაპი იყო 2200 მედიკამენტი, შემდგომ იყო შემდეგი ეტაპი, შემდეგი რა თქმა უნდა ერთიანად მოცვა ძალიან რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სამინისტრო პარლამენტთან კომიტეტთან ერთად აქტიურად იქნება ჩაბმული ამ სამუშაოში, რათა რაც შეიძლება მალე ამ დარჩენილ 3000-მდე მედიკამენტზე მოვახდინოთ რეფერენტული ფასის დაწესება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამავე დროს თქვენ იცით, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ნუსხა არსებობს, სადაც ჩვენი ქვეყნის პენსიონერების შემწეობის მქონე მოსახლეობა, ვისაც სოციალურად დაუცველია, უფასოდ იღებენ გულსიძ კი ბატონო, ბატონ ზაზა, გასაგებია რა მიმართულებითაც საუბრობ, თუმცა აქ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შემოდის. ერთია მათ შორის ონკოლოგიური თუ აი სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, მაგრამ რეალურად გვაქვს ბევრად სხვა სირთულე, ხო? მუშაობა უნდა გაგრძელდეს სამმართველოებით და რა თქმა უნდა ეს შესაძლებელი იქნება, რომ დანარჩენ 3 დიახ. ალო დანარჩენ 3000 მედიკამენტზეც დაწესდეს რეფერენტული ფასი. ანუ ეს პრობლემა 3000 მედიკამენტზე თუ რეფერენტულ ფასს დავაწესებთ, მოხსნის იმ პრობლემას, რომელიც მედიკამენტებზე არსებულ მაღალ ფასს უკავშირდება? დიახ, ჩემის აზრით ეს სრულად და კომისიაც ვთანხმდებით ამაში, რომ რეფერენტული ფასის გამოცხადება, რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელობას ენიჭება იმას, რომ არ უნდა შეიქმნეს დეფიციტი რომელიმე მედიკამენტზე, უნდა იყოს და ჩვენ ამ კომისიის ხდომაზე გავუსვით ხაზი კომპანიების სოციალურ პასუხისმგებლობაზე. თქვენ იცით, რომ საქართველოს იმ 10000 მედიკამენტის დაახლოებით 5-დან 10%-მდე აწარმოებს ის ორი ფარმაცევტიული ქარხანა, ავერსი რაციონალი და PSP Pharma, ამიტომ ამის გარდა დანარჩენ იმპორტულ მედიკამენტებზე, რომელიც შესაბამისობაში მოდის საშუალო ევროპულ ფასთან, აუცილებლად ეს შეღავაც მისცემს. რა თქმა უნდა, ჩვენ შორსა ვართ იმაზე, რომ ეს იდეალური იქნება დღესვე და ხვალვე, მაგრამ სამუშაო პროცესი არის და თავი არის ის, რომ პარლამენტის კომისიის ხდომებზე ყველა ფარმაცევტულმა კომპანიამ გამოთქვა მსწავლობა თანამშრომლობის, გამოთქვა ის მოსაზრებები თუ რა უნდა გავაკეთოთ ქვეყანაში, რათა ეს მედიკამენტები დადგეს რეფერენტულ ფასზე და რა თქმა უნდა, მოგების მარჟა იქნება ნაკლები ვიდრე დღეს არის. კი ბატონო, სწორედ იმის გათვალისწინებით ახლა რაც ახსენეთ, მოგების მარჟა. ზოგადად, როდესაც დაიწყო ფასების საკითხის შესწავლა და მთავრობამ და პრემიერმა ამ მიმართულებით განცხადებები გააკეთეს, მაშინ სწორედ მოგების მარჟის ნაწილზე გაკეთდა მთავარი აქცენტი, ამა თუ იმ მიმართულებით არ გულისხმობ მხოლოდ ფარმაცევტულ კომპანიებს, ზოგადად რომ კომპანიებს, კერძო სექტორს აქვს იმაზე ბევრად მაღალი მოგება, ვიდრე არსებულ სურათში შეიძლება ჰქონდეთ და ეს აწვევა მოსახლეობას საკუთარ ჯიბეზე. აი ამ განხილვებიდან გამომდინარე, თქვენ ახლა რამდენჯერმე გაუსვით ხაზი, რომ კომპანიები მზად არიან.
კომპანიების დაუშვათ თუნდაც იგივე მოგების მარჟები რამდენად დიდია. აი ამ კომპანიების საქმიანობაში რა წილი აქვს იმ ხარჯებს, რომელიც არ არის უშუალოდ მედიკამენტებთან და თუნდაც მის წარმოება, დისტრიბუციასთან და შემდგომ დაკავშირებული. ანუ ისეთ ხარჯებს, რომელსაც მაგალითად კონკურენციის სააგენტო თვლიდა, რომ არ იყო მიზნობრივი ხარჯები და შემდგომ. აი ამ ყველაფერს რამდენად დიდი წილი აქვს, რომ საბოლოო ჯამში ვიღებთ იმ სურათს, რომ გვაქვს საკმაოდ მაღალი ფასები მედიკამენტებს. ანუ დაუშვათ რეფერენტული ფასების შემოღება ამ პრობლემასაც აგვარებს, რომელიც ამ ნაწილში თუ პირობითად კომპანიების შემთხვევაში ჩანდა? დიახ, მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად არ ეხება რაიმე ბიზნესში და ფასმარმოქმედში ამ შემთხვევაში და ბიზნესი არის სრულიად თავისუფალი, რა თქმა უნდა, მათ სრული უფლება აქვთ რომელი მედიკამენტზეც უნდა დაარეგისტრირონ, შემოიტანონ ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად პირველადი მოთხოვნის მედიკამენტებზე იცით, რომ ქრონიკული დაავადებების დროს დავაწესეთ ეს ნუსხა, რომელიც უფასოდ ეძლევა ჩვენ მოსახლეობას. ჩვენ ყველანაირად ხელს უწყობთ ფარმაცევტულ კომპანიებს, რათა მათ დანარჩენზე, რაც არის აი ყოველდღიური მოხმარების საგნებია თუ სხვა პარამედიცინა, პარაფარმაცია და დავარქვათ ამას, აქ შეზღუდვა არ აქვს და იქ ნებისმიერი მარჟა არის დასაშვები და შესაძლებელი. როდესაც ჩვენ ანალიზს უკეთებთ, როგორი იყო 2024, 2023, 2025 წელი, თქვენ აღნიშნეთ, რომ იქ 31%-იანი მოგებებიც იყო, თუმცა ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნავენ, რომ საბოლოო წლიური მოგება 3.8%-ია, ესე იყო კომისიაზე ნათქვამი. თუმცა ეს არის მოგება, რომელიც აუცილებელია ბიზნესის განვითარებისათვის, კომპანიების მომავლისათვის და ჩვენ რა თქმა უნდა მხოლოდ მივესალმებით მათ ნებისმიერ მცდელობას, რომ მათმა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არ იყოს მედიკამენტის დეფიციტი და მათმა ნებისმიერი მედიკამენტი შემოიტანონ, დაარეგისტრირონ და გაიტანონ სასწავლო რეალიზაციაში. მაგრამ იმ არნახულ მოგებებს, რომელიც ჰქონდა ზოგ მედიკამენტს მანამ სანამ დავაწესებდით რეფერენტულ ფასს, ამას რა თქმა უნდა ვერ დავუშვებთ. იგივე მიმართულება გაკეთდა ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმართულებით, იცით რომ ჯანდაცვის მინისტრ ბატონ მიხაილ საბჯელაძის და მთავრობის ინიციატივით ჩვენ შარშან სრულიად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადმოვიტანეთ ფსიქოტროპული მედიკამენტები და სახელმწიფო სრულად დაფარა ის, რასაც ადრე კერძო კომპანიები აკეთებდნენ და შემოქონდათ, დღეს სახელმწიფოა ამ მედიკამენტების შემომტანი ისევე როგორც იცით სერვისების, რომელიც დაკავშირებულია დაავადებულ ნარკომანით დაავადებულ პაციენტთათვის და ანუ რეალურად ჩვენი ოპოზიციების რაღაც დამოკიდებულებისა ამ საკითხთან სახელმწიფო და სამინისტრომ შეძლეს როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანა, ასევე ამ სპეციალური მედიკამენტებით აღჭურვა სხვადასხვა დაწესებულების და მკურნალობა ამ პაციენტების. ამიტომ დაწყებულია რომ ერთობით აქ ჯანდაცვის სამინისტროც და პარლამენტიც და ეს კომისიაც შემდეგ როდესაც დავждდებით და განვიხილავთ ჩვენ დასკვნებს, ეს იქნება რეალური, რომელიც მისაღები იქნება ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა ამ სფეროს განვითარებისთვის. არავინ არ ამბობს, ბუნებრივია რომ დავუშვათ ფარმაცევტული სექტორი როგორც ბიზნესი არ უნდა განვითარდეს და მათ შორის მოგებაზეც არ უნდა იმუშაონ. უბრალოდ რადგან დასაწყისში იყო ნათქვამი, რომ რეალურად ეს კომპანიები და მთლიანობაში არა მხოლოდ დავუშვათ ფარმაციის ნაწილი, არამედ მთლიანობაში ქვეყანაში სახეზე გვაქვს მაღალი ფასები, აი ამ მაღალ ფასებს როგორ უნდა ვებრძოლოთ და მათ შორის კომისია საბოლოოდ რა დასკვნამდე მიხვალთ, სწორედ ამას ვკითხულობ და მოლოდინი რა გაქვთ, აი რა უნდა დავწეროთ მაგალითად მედიკამენტების ნაწილში 3000 დანარჩენ მედიკამენტზე რეფერენტული ფასის გავრცელება საკმარისი ნაბიჯია თუ პირობითად აქაც გაჯანსაღებაა საჭირო, როგორც მაგალითად თქვენი კოლეგა შოდა ბერიკაშვილი საუბრობდა ამ კომისიის თავმჯდომარე, რომ მაგალითად სურსათზე ფასების ნაწილში მნიშვნელოვნად გასაჯანსაღებელია მთლიანად სისტემა, სამივე რგოლი, რომელიც ამ ჯაჭვია. აქაც ეგ პრობლემა ხომ არ გვაქვს, თავად კომპანიები რამდენად ჯანსაღები არიან? მადლობა ამ შეკითხვისთვის. ფარმაცევტული ბაზარი ცოტა განსხვავებულია პროდუქტებთან შედარებით, იმიტომ რომ აქ გვაქვს ორსაფეხურიანი ჯაჭვი. თუ პროდუქტებზე ჩვენ ნათლად დავინახეთ ის გამოწვევები, რაც არსებობს პროდუქტების რეალიზაციასთან, სადაც სამსაფეხურიანი ჯაჭვი არის დასრულებული, მედიკამენტებზე გვაქვს
მხოლოდ ორსაფეხურიანი ჯაჭვი. ჩვენ შევხვდით რამოდენიმე ფარმაცევტულ კომპანიებს, რომელიც აი დიდი შემოტანები არიან ჩვენთან საქართველოში და იმათ მხოლოდ აკეთებენ იმპორტირებას ამ მედიკამენტების და შემდგომ გადააქვთ ბაზებში, სადაც გადის შემდეგ სააფთიაქო ქსელში. ამიტომ გამოვყოფ თქვენს სწორად აკეთებთ აქცენტებს, რომ ამ ორსაფეხურიანი ჯაჭვი გაცილებით უფრო მიულია, რომ დარეგულირდეს მედიკამენტების ფასი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ 300 მედიკამენტის რეფერენტით ზუსტადაც მოგვარდება იმ დარჩენილ მედიკამენტებზე მაღალი ფასი ქალბატონია. და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთ თემა, რომელსაც ასევე აუცილებლად მინდა შევეხო და როგორც ექიმი ალბათ ძალიან კარგად იცნობთ ამ მიმართულებას. ეს ეხება, როდესაც ერთი კომპანიის ხელშია თავმოყრილი კლინიკაც, სადაზღვო კომპანიაც, დაუშვათ სააფთიაქო ქსელის და შემდგომ და მთლიანობაში ეს რამდენად სწორი მიდგომაა, რამდენად ჯანსაღი შეგვიძლია ვთქვათ ასეთ სიტუაციაში კერძო სექტორს და კომპანიაზე და რამდენად ხომ არ ქმნის ეს გარკვეულ ბერკეტებს იმისთვის, რომ სახეზე გქონდეს შეთანხმებული მოქმედებები კომპანიებს შორის ამა თუ იმ მიმართულებით, იგივე კარტელური გარიგებები და შემდგომ და რამდენად რეალურად გვაქვს სახეზე კონკურენცია. მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტული ქსელების წარმომადგენლები თქვენთანაც და მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდგომაც აცხადებდნენ, რომ რეალურად ბაზარზე გვაქვს კონკურენცია. ფაქტი გვაქვს სახეზე, რომ მათ შორის იგივე ფასების შეთანხმებულ ნაწილზე კონკურენციის სააგენტომ გარკვეული პერიოდის წინ საკმაოდ ხმაურიანი დასკვნა დადო და დღეს სასამართლოშია ეს საქმე განსახილულად, ხო? აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რამდენად ჯანსაღი მიდგომები და მოდელები გვაქვს ქვეყანაში ამ მიმართულების მიუხედავად იმისა, რომ ესეც ბიზნესია, ჯანმრთელობას უკავშირდება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას, თქვენს ყველა ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს და შესაბამისად ამ ნაწილში ეს პრეტენზია დარწმუნებული ვარ თქვენს ხშირად მოგისმენიათ როგორც მე. მესმის თქვენი ნამდვილად ეს სწორად დასმული შეკითხვა, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ეჭვი იმისა, რომ არსებობს შეთანხმებული ფასები კომპანიებს შორის, როდესაც კომისიაზე შეკითხვა დავსვით, ერთ-ერთმა კომპანიამ გითხრა, რომ ასეთი არ არსებობსო და მოვიყვანეთ მაგალითი ბავშვთაყვების, მაგალითად, როდესაც სამ ქსელში აბსოლუტურად ერთი და იგივე ფასი იყო ბავშვთაყვებას. ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ პირველი იქ სადაც არის ბავშვთაყვება განთავსებული სააფთიაქო ქსელში, იქვე მოვახდინოთ დავუშვათ პოპულარიზაცია, აგიტაცია ბუნებრივი კვების, რათა დემოგრაფიული გამოწვევებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ჩავერთოთ იმ კომპანიაში, რომ ბუნებრივი კვება უფრო მნიშვნელოვანი და ჯანმრთელია უფრო ვიდრე ხელოვნური კვება და რო შევადარეთ ეს ფასები სამივე კომპანიაში იყო აბსოლუტურად იდენტური. ამიტომ გონივრული ეჭვი, რა თქმა უნდა, არსებობს, რომ კომპანიებს შორის არსებობს შეთანხმება და ერთი და იგივე ფასში უკეთებენ რეალიზაციას ამა თუ იმ ფარმაციის დასახელებას. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის პირველ ნაწილს, როდესაც ერთი კომპანია გააჩნია სააფთიაქო ბაზას, აფთიაქიც, კლინიკაც, სადაზღვო კომპანიაც, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური აზრია და სულ უფრო მეტი და მეტი დეპუტატი პარლამენტში ამაზე ვსაუბრობთ და ვსჯელობთ თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრით არ არის სწორი მიმართულება, თუმცა მთავრობასთან ერთად, იგივე კონკურენციის სააგენტოსთან ერთად გვაქვს სჯელობა ამ საკითხზე და მე მგონია სულ მალე ამაზეც კომისიის ხდომების დასრულების შემდეგ აქაც იმ დასკვნაში ჩვენ არაერთ პუნქტს დავუთმობთ, რათა ასეთი ჩემი აზრით არასწორი პრაქტიკა, თუმცა არაკანონდარღვევით არის ეს ყველაფერი დღესდღეობით, ალბათ უნდა იყოს აღმოფხვრილი, იმიტომ რომ რითმეტია კონკურენცია, მით უფრო უკეთესია ფასი და მით უფრო კმაყოფილებაც მაღალია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც იქნება ეს დიდი ქსელები, როგორც სასურსათო პროდუქტების, ასევე სააფთიაქო ბაზების, ბევრი ადამიანია დასაქმებული, მაქსიმალურია იქ ყურადღება, მაგრამ ამავე დროს საოპერაციო ხარჯები იზრდება, რაც თავისთავად ქმნის პრეცედენტს უკვე ფასწარმოქმნის მატების. ამიტომ აფთიაქები საქართველოში 100,000 მოსახლეზე ერთ-ერთ პირველ ხუთეულშია თელ სოფლიოში და ამ მიმართულებითაც აუცილებლად საფიქრალია და საზრუნავი. ხო, რამდენად საჭიროა ამდენი აფთიაქი დავუშვათ ერთმანეთის გვერდით, ხო? ჯანდაცვის მინისტრი საუბრობდა ამ ნაწილზე. თითოეული ჩვენგანი ხედავს ამას, ხო, პრაქტიკულად ის 4 წამყვანი ქსელი, რომელიც სააფთიაქო ბაზრის თითქმის 80% ფლობს,
თანმიმდევრობით ერთდროულად არიან განლაგებული მნიშვნელოვან ადგილებზე. ცუდი არ არის ამაში, მაგრამ ეს არ უნდა აისახებოდეს შემდგომ მედიკამენტის ფასწარმოქმედზე. თუ ეს იქნება, არც არავინ პრეტენზია არ აქვს, მაგრამ საოპერაციო ხარჯის გაზრდა თავისთავად აისახება მედიკამენტის ფასზე. ამიტომ აქ ოქროს ბალანსია დასაკავებელი ჩემისათვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთეთ გადაცემაში. გიმასპინძლებთ სიამოვნებით ბიზნეს პარტნიორის სტუდიაშიც და ვნახოთ საბოლოოდ რა დასკვნას დადებთ და როგორ ასახავთ აი ამ თქვენს შეხედულებებსა და შეფასებებს კომისიის ფარგლებში. ზაზა ლომინაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის დიდი მადლობა, წარმატებებს